უკვე მეორე საათია ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური თანამშრომლებს ხვდება მეტპერსონალი კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილებასა და რეორგანიზაციას აპროტესტებს. კარგა ხანია ითხოვდნენ პრემიერთან შეხვედრას. ეს მოლაპარაკებები მხოლოდ დღეს იმართება. კობახიძემ დღეს თქვა, რომ მოსაძებნია ბალანსი ინფრასტრუქტურის განახლებისა და კლინიკის კოლექტივის ინტერესებს შორის. ექიმები კი აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში ორი მხარე არ არსებობს და მედიკოსები სწორედ კლინიკისა და სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებენ. მარიამ ჩიქოვანი გვერდდება მთავრობის ადმინისტრაციიდან პირდაპირ ეთერში. მარიამ, ხომ არ დასრულებულა შეხვედრა? შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და ირაკლი კობახიძეს შორის, როგორც ირკვევა ამ შეხვედრას, ასევე ეწრებოდა მამუკა მდინარაძეს, როგორც ექიმები ჩვენთან საუბრისას განმარტავენ, დღევანდელ შეხვედრას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია, გააცნეს პრემიერ-მინისტრს საკუთარი პოზიცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ იმას, რომ მოლაპარაკების პროცესი ამ ეტაპზე დაიწყო და მე შეგახსენებთ იმას, რომ ისინი უკვე ერთი თვეა, რაც ითხოვენ კლინიკაში მიმდინარე რეორგანიზაციის შეჩერებას და ასევე კლინიკის დემონტაჟის შესახებ მთავრობის განკარგულების გაუქმებას და ისინი უკვე ერთი თვეა, რაც უწყვეტად აპროტესტებენ იქ მიმდინარე პროცესებს. ამასთან ერთად წამოწყებული აქვთ სამართლებრივი პროცესიც, კერძოდ ორი სარჩელით აქვთ მიმართული საქალაქო სასამართლოსთვის. არა, მხოლოდ არგუმენტები მოისმინა ძალიან ყურადღებით, კითხვებიც დაგვისვა, ის რაც მისთვის საინტერესო თემები იყო უფრო ღრმად განსახილველი და მაგალითად ერთი საწოლის აშენების ღირებულება, მაგალითად, რამდენ საწოლზე უნდა იყოს კლინიკა ვერ მიიღებს, უბრალოდ გვისმენდა და შემდგომი კონსულტაციები ალბათ გაგრძელდება და ხვალ განმეორებით შეხვედრა არის დაანონსებული და ხონდა შესაძლებლობა სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა პრემიერისთვის ყველა საკითხზე აბსოლუტურად, რაც გვაწუხებდა. ძალიან ყურადღებით გვისმენდა, შეკითხვებსაც გვაძლევდა. ამიტომ მე ვთვლი, რომ ის რაც რისი გაგებაც უნდა ყველაფერი გაიგო. რა თქმა უნდა, ახლა ამ ერთი შეხვედრი და ინფორმაციის მიღების შემდეგ მაშინვე თავის გადაწყვეტილებას ვერც გამოაცხადებდა და არც აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული თავისთავად. მოიძიებს სხვა ინფორმაციასაც, ხვალ კიდევ დამატებით შეგვხვდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება სასიკეთოდ ქვეყნისთვის პირველ რიგში და შეხვედრის შემდეგ კომენტარები არ გაუკეთებიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა დღეს ირაკლი კობახიძემ ისაუბრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მისი თქმით უნდა მოიძებნოს ბალანსი ისე, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც კლინიკის ინფრასტრუქტურის პრობლემები, ასევე მისი მედპერსონალის საჭიროებებიც, როგორც ირკვევა, შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ხვალ ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ 4 საათზე შეხვდება რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს.